შეიძლება თუ არა რომ ძეგლმა იაროს. შესაძლებელია თუ კი ის საქართველოში დგას. საინტერესოა წარმოიდგენდა თუ არა ოდესმე მერაბ ბერძენიშვილი იმას რომ მის მიერ შექმნილ დავით აღმაშენებლის ძეგლს ადგილს შეუცვლიდნენ და სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის ტრასაზე გადაიტანდნენ. თუმცა ამით არაფერი დაშავებულა. მთავარია რომ საქართველოს სახელოვან მეფეს დასავლური ორიენტაციის ნიშნად პირი დასავლეთისკენ აქვს მიბრუნებული. დავით აღმაშენებლის ძეგლი ჯერეთი უდიდეს მოქანდაკეს დიდი ტრავმა მიაყენეს. მერე გადაიტანეს ისეთ ადგილზე, სადაც არ ვიცი, ეს ყოველგვარ ესე კონტრაჟურში ჩანს, ეს რაღაც როცა მზიანათებს საერთოდ ვერ დაინახავ. ქანდაკებას როცა აკეთები, თითოეული შენობა, თითოეული რაღაც ესეთი დამახასიათებელი იმ ლანდშაფტის მოხაზულობაც ამაზე ძალიან იმას ახდენს. მოქანდაკე და არქიტექტორი და კონსტრუქტორიც, იმიტომ რომ ეს თავისებურ გათვლებთან არის დაკავშირებული, ერთად მუშაობენ, ერთად ახერხებენ ამ ნამუშევრის ხორჩესმას. მოსიარულე ძეგლები დღეს საქართველოში აღარავის უკვირს. ბერძენიშვილის დავით აღმაშენებლის ბედი ბათუმში მდგარმა ილია ჭავჭავაძის ძეგლმაც გაიზიარა. თუმცა სახელოვანი მეფისგან განსხვავებით ქალაქის მასშტაბების გათვალისწინებით, ილიამ მხოლოდ რამდენიმე მეტრით უკან დაიხია და უბრალოდ თვალს მოეფარა. პირქვე დაამხოს დიდი ბელადიც, ოქროსფერმა პრომეთემ კი ცეცხლი გმირთა მოედნიდან ბორჯომში წაიღო. საქართველოში კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება. ისტორიულ პირებს მითოლოგიური პერსონაჟები ანაცვლებენ. მითოლოგიაც ჩვენი ის არის, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურის ნაწილია. უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, მითოლოგიიდანაც. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით გაირკვა, რომ ხალხს სახელოვანი გმირების ძეგლების დადგმის მოთხოვნილება აქვს. ეს უბრალოდ დიადი ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფის სურვილია და ამაში ცუდი არაფერია. თუმცა არსებობს კიდევ მეორე უკიდურესობაც, როდესაც ტოტალიტარული რეჟიმის წარმომადგენლები საკუთარ ძეგლებს თავად დგამენ და ამით ერთგვარ შიშნერგავენ საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა, ევროპის ბევრ ქვეყანაში სტალინის ძეგლის ბედი თითქმის არც ერთ დიქტატორს არ გაუზიარებია, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხმა იცოდეს ტოტალიტარიზმის სენია, რომელიც აღარ უნდა დაემართოთ. ან შეიძლება სტალინის ძეგლი იყოს, მაგრამ იცოდეს, რომ ეს მას პატივს კი არცემ, მაგრამ ესა მეხსიერება ისტორიიდან, რომ ასეთი კულტი არსებობდა და რომ ეს აღარ განმეორდეს. მაგრამ იტალიაში დუჩეს ძეგლი არ მოუხსნიათ ყველგან, ხო და იმიტომ კი არ უყვართ დუჩე. იმიტომ რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილი იყო და ჩვენ და ფრთხილად ვიყოთ მსგავსი რამე არ განმეორდეს. თორე შეიძლება სტალინის ძეგლი მოხსნა, მაგრამ იგივე მენტალობის, იგივე მიდრეკილებები დატოვა საკუთარ თავში, რომ ახალი კულტი შექმნა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ძეგლების დადგმის, მათი გადატანის ან გასეირნების საკითხის განხილვაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოება, რადგან მხოლოდ ხალხის გადასაწყვეტია დავით აღმაშენებელი დასავლურ ორიენტაციას აირჩევს თუ ახალაშენებული სასტუმროს ხედით დატკბება. ხშირად სწორედ საზოგადოება უკვეთავს მთავრობას ახალი ძეგლის დადგმის იდეასაც. ძეგლების მიმართ ასეთი დამოკიდებულების შედეგია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ქვის პერსონაჟები ხშირად ინაცვლებენ ადგილს და მაინც რატომ ვებრძვით ძეგლებს? ვანგრევთ ძველ მენტალობას თუ უბრალოდ გემოვნების ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთ? ტოტალიტარისტთან ბრძოლა შეიძლება ძეგლებთან ბრძოლაზე უფრო იყოს, აი რაც არსია ტოტალიტარიზმის იმასთან ბრძოლა, მაგალითად ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ, კონკრეტული ადამიანის უფლებების დარღვევა და ის რაც ტოტალიტარიზმს შეადგენს, მედიაზე ზეწოლა, დაუშვათ და ეს ყველაფერი, ხო? ამას თუ არ ებრძვი და ძეგლებს ებრძვი, ეს უკვე ფარისეულობა გამოდის. ეს ძალიან გავს სახარებაში რაც ხდება. ყველაზე მეტად ვინც აფასებდა ვითომ წინასწარმეტყველებს და ძეგლებს უგებდა წინასწარმეტყველებს იყვნენ ფარისეულები. რთულია საქართველოში ძეგლების რაოდენობის დათვლა. სტატისტიკის სამსახურს ჯერ ამისთვის არ ცალია. ფაქტია, რომ რაოდენობა არც ისე მცირეა, იმედია მათ წინააღმდეგ მასობრივი ბრძოლა არ გამოცხადდება და თუ ოდესმე ვინმე მსოფლიოს მასშტაბით მოსიარულე ძეგლების რეიტინგს შეადგენს, იმედია საქართველო მოწინავე პოზიციას არასდროს დაიკავებს.